წიგნიერება ჩანს ლექსიკაში, წინადადების წყობაში, სინტაქსში და საერთოდ ყველაფერში, მათ შორის ჩემი თაობის ადამიანებშიც, თითოეულ კომენტარში ჩანს, რასაც წერენ ხოლმე მასზე, ეს წიგნიერების დონე და ამიტომ მარტო ბავშვებს დავაბრალებთ ამას. 10 წუთი, აი დღეში ოჯახის წევრებს ხო აქვთ 10 წუთი ფუფუნება და არ უნდა იქცეს, რომ ბავშვს წაუკითხოს ხმამაღლა. ხმამაღლა კითხვაც ხო ძალიან მნიშვნელოვანია. ინტონაციას, გამოხატვას, გვეყოს იმის მოთმენა, რომ ბავშვმა ჯერ კარგად არ იცის კითხვა, შეფერხებით კითხულობს, მაგრამ ჩვენ არ ჩავერიოთ ამ კითხვაში და მივიღოთ სიამოვნება აუცილებლად, გულის ეს 10 წუთი, რა თქმა უნდა და ეს 10 წუთი შეიძლება იქცეს მთელი ცხოვრების საგზლად ბავშვისთვის. თავი განზი გახდეს ცხოვრების. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ურთიერთობა, რომელიც ძალიან ნაკლიათ ახლა. აი ეს მშობლების და შვილებს შორის ურთიერთობა.